მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში? კარვალიო ვაი. პლატინის 20 წუთის გამ ხო თამაშობდა ბოლო პერიოდამდე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საფეხბურთო პრესინგს, სადაც შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მოთამაშეები, წინა სეზონის გამორჩეული გმირები და უბრალოდ ფეხბურთის მოყვარულები ერთმანეთს ჰეინეკენისა და სეტანტა სპორტსის საჩუქრისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორკაციანი საგზურისთვის დაუპირისპირდებიან. დღევანდელ მეოთხედფინალში ითამაშებენ გიორგი კაციტაძე. გამარჯობა, ჩემი სახელია გიორგი კაციტაძე, ვარ 41 წლის და ვარ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მენეჯერი. ჩემი საყვარელი გუნდი საქართველოს ნაკრების გარდა, რა თქმა უნდა, არის მადრიდის რეალი ნაკრებებში, გერმანიის ნაკრები და ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი. იქიდან გამომდინარე, პირველად ვთამაშობ ამ თამაშს მოლოდინი დადებითი და საინტერესო არის ჩემთვის მსგავს თამაშებში მონაწილეობა და დანარჩენი უკვე უშუალოდ თამაშის პროცესში გამოჩნდება. ვალერი მინდელი. ვალერი მინდელი, 36 წლის, კულტურის კვლევების დოქტორანტი და ეკონომისტი. პრესინგზე მოვხდი ონლაინ წერით შესარჩევი ტესტით. ზუსტად რომელ ადგილზე გავედი, ნამდვილად არ მახსოვს. მადრიდის რეალ სკულს შემატკივრობ ბავშვობიდან. განსაკუთრებით მიყვარდა ყოველთვის რონალდო იჭა, ბრაზილიელი. თამაშის და ბრძოლის განწყობით ნახოთ, დანარჩენი ნახოთ თამაში გვაჩვენებს კონკრეტულად. და ილია შარმანაშვილი. მოგესალმებით. მე ვარ ილია შარმანაშვილი, 21 წლის, ამჟამად ვარ სტუდენტი. პრესინგში მოვხდი პაბლონზოვში ჩატარებული შესარჩევის შედეგად და გამოკითხვაში გავედი მე-10 ადგილზე. ჩემი საყვარელი გუნდია ბარსელონა და საყვარელი ფეხბურთელი შესაბამისად ლიონელ მესი. კარგი შემართებით ვარ და იმედი მაქვს მოვიგებ. აბა ვართ მეგობრებო, მზად რო დავიწყოთ. მზადო არ მეოთხედფინალი. დავიწყოთ. პირველი რაუნდი, შეტევა. ამ რაუნდში მეგობრებო, თქვენ წინ გამოჩნდება 4 სხვადასხვა კლუბის სხვადასხვა სეზონი, რიგრიგობით დაბლოკავთ და დარჩენილ გუნდის დარჩენილ სეზონზე ვითამაშებთ. თამაში პრინციპი მდგომარეობს შემდეგში, რომ უნდა გამოიცნოთ იმ სეზონში გოლები ვინ გაიტანა. რაც უფრო ნაკლებ გოლიან ფეხბურთელს სიტყვით უფრო მაღალ ქულას მიიღებთ, საბოლოოდ გამარჯვებული ის იქნება, ვინც 3ჯერ არ გასტრაიკდება, ან ყველაზე ნაკლებჯერ გასტრაიკდება, ანუ 3 გასტრაიკება ნიშნავს, რომ ვარდებით ამ რაუნდიდან. შესაბამისად 3ჯერ არ გასტრაიკდება, ან თუ თანაბარი სტრაიკები გექნებათ, 3-3 სტრაიკს გულისხმობ, მაშინ ვინც ყველაზე მეტ ქულას აიღებს. დავიწყოთ. ამ რაუნდში დღეს ჩვენ გვაქვს ბორუსია 1996-97 წლების სეზონი, ლივერპული 2004-2005 წლების სეზონი, ბარსელონა 2022-23 წლების სეზონი და ბათუმის დინამო 2021-22 წლების სეზონი. ვინ დაბლოკავს პირველი? ბათუმის დინამოს დაბლოკავ თუ შეიძლება. ბათუმის დინამო, გიორგი, თქვენია შემდეგი ბლოკი. მაშინ მე ლივერპულს დავბლოკავ. ბორუსია თუ ბარსელონა? ბარსელონაზე ვითამაშით ბორუსია დავბლოკავ. ბარსელონა 2022-23 წლების სეზონი. პირველი ვალერი შენ იწყებ, რადგან ბოლო შენ დაბლოკე. პედრი. პედრიმ ამ სეზონში გაიტანა 6 გოლი და 3 ქულა. ფრანკესი. ფრანკესი? კესიე. კესი? კი. კესი 1 გოლი, 7 ქულა. გიორგი? გავი. გავიმ ამ სეზონში გაიტანა 2 გოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 ქულა დაგემატათ. ვალერი? ხორდი ალბა იყოს. ხორდი ალბა, ასევე 2 გოლი ამ სეზონში, ესეც 6 ქულაა. არაუხო. არაუხო არის პირველი სტრაიკი. ფრენკი დე იონგი. ფრენკი დე იონგმა ამ სეზონში 2 გოლი გაიტანა და ესეც კიდევ ერთი 6 ქულა. ლუკ დე იონგი იყოს. არა მაქვს. არ არის. მგონი აღარ არის. სტრაიკია სტრაიკი. ფერანი. ფერან ტორესი. ფერან ტორესი ამ სეზონში 4 გოლია მის ანგარიშზე და ეს არის 5 ქულა. მოდი მაშინ იყოს რაფინია. რაფინია იყო მეორე საუკეთესო ბომბარდირი და ეს არის 2 ქულა. ვალერი? სერხი რობერტო. სერხი რობერტომ 4 გოლი გაიტანა ამ სეზონში და ეს 5 ქულაა. ილია?
აი დემბელეს ვიტყვი, მე მგონი მეორე ადგილზეა, მაგრამ დემბელე იყოს. დემბელე მეორეზე არ არის, მეოთხე ადგილზეა, 5 გოლი აქვს ამ სეზონში გატანილი და ეს 4 ქულაა. კუნდე, ნამდვილად 1 გოლი გაიტანა კუნდემ ამ სეზონში და ეს 7 ქულაა. იყოს ლევანდოვსკი არ მახსოვს, ამ წელი მიშლევა. თავარი ბომბარდირი იყო ლევანდოვსკი. ანუ გადასული თავარი იყო. ბომბარდირი იყო და 1 ქულაა. ფატ ანსუ ფატი 7 გოლით მეორე ადგილზე იყო, თანაბომბარდირი იყო რაფინიასთან ერთად მეორე ადგილზე, 2 ქულა. კრისტენსენი, კრისტენსენი კუნდეს მსგავსად 1 გოლით გამოირჩა ამ სეზონში და ესე 7 ქულაა. ბალდე იყოს ამას. ბალდემაც გაიტანა ამ სეზონში მეგობრებო და 7 ქულაა ეს. ილია. არ ვიცი, რავი, პიკეს ვიტყვი, მაგრამ არ იქნება. არა, პიკე არ არის, სტრაიკია მეორე. მეც რაღაცა მეეჭვება, მაგრამ ბრაიტ ვაიტი იყოს. პირველი სტრაიკი. ამ მომენტისთვის გვაქვს ესეთი მოცემულობა, გიორგის აქვს 28 ქულა, ვალერის 22, ილიას 18, ილიას აქვს 2 სტრაიკი და თითო ვალერის და გიორგის. ილია მეტი გაფუჭების უფლება აღარ გაქვს, თქვენ ჯერ კიდე დაგჭავთ მეგობრებო თითო შეცდომის უფლება. სტრაიკი იყოს არ მახსოვს. სტრაიკი. კი ბატონო, იყოს პირდაპირ სტრაიკი. აი ბუსკეტსი, არა გიცოდი. სტრაიკი. მესამე სტრაიკი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაუნდში 0 ქულა აიღე. თუმცა ჯერ წინ არის კიდე 3 რაუნდი. გიორგი? ამ სეზონში მე მგონი ჯერჯერობით რეკორდიც არის მეგობრებო, ამდენი გახსნილი მოთამაშე. 3 ამ მხოლოდ დარჩენილი. კი ბატონო, სტრაიკი და ეხა ვალერი თუ ვერ უპასუხე, ავტომატურად დამთავრდება რაუნდი. იმიტომ რომ შენზე მეტი ქულა აქვს, გიორგის და მნიშვნელობა აღარ აქვს, გასტრაიკდება თუ არა ბოლოს. კი ბატონო. ანუ გრიზმანი იყოს არ მახსოვს დასულია თუ. არა, გრიზმანი არ არის. ფეხბურთელები, რომლებიც დაგჭათ, ეს არის ერთგოლიანი მემფის დეპაი, ერთგოლიანი მარკოს ალონსო და ერთგოლიანი ერიკ გარსია. ამით დასრულდა პირველი რაუნდი, 50 ქულა გიორგის, 30 ქულა ვალერის, ილიას ჯერჯერობით ქულა არ აქვს. ვიწყებთ მეორე რაუნდს, ტაქტიკოსი, რომელსაც ჰეინეკენი წარმოგვიდგენს. ჰეინეკენის რაუნდ ტაქტიკოსში იქნება 5 თემა მოცემული. ამ 5 თემაში იქნება 3-3 შეკითხვა, 10 ქულიანი, 20 ქულიანი, 30 ქულიანი. როდესაც თქვენ ირჩევთ თქმის პასუხის დაფიქსირების უპირატესობა თქვენია, თუმცა დარჩენილ 2 მოთამაშე შეუძლია დასწრებაზე ითამაშოს და მას შემდეგ რაც თქვენ უპასუხებთ და თუ ეს პასუხი არასწორი იქნება, შემდეგ მათ უპასუხონ. თუ არასწორი იქნება მათი პასუხი, -10 ქულას აიღებენ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ქულიანი შეკითხვაა, მაგრამ პლუსის შემთხვევაში იმდენ პლუს აიღებენ, რამდენ ქულიანიცაა ეს კითხვა. ვინც ირჩევს კითხვას, ის ადამიანი საკუთარ შეკითხვაზე, ანუ არ მინუსდება. დღევანდელი მეორე რაუნდის ერთი გამაერთიანებელი თემა არის ის ფაქტი, რომ ცხოვრება ძვირია. ცხოვრება ძვირია, ანუ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებთან არის დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არის ინგლისური ფუნტი, პირველი თემა, იტალია ლირას დროს, საფრანგეთის ეკონომიკა, ლირას დროს როგორც ხვდებით, ანუ ევრომდე ტრანსფერებზეა საუბარი. საფრანგეთის ეკონომიკა, ფრანგულ ტრანსფერებზე, გერმანული ფინანსების თავისებურებანი და ესპანეთში ფულის ხარჯვა უყვართ. პირველზე არის გიორგი, შესაბამისად გიორგი დაიწყებს თამაშს. აბა, რით გავხსნათ? დავიწყოთ ესპანეთში ფულის ხარჯვა უყვართ 20. ესპანეთში ფულის ხარჯვა უყვართ 20. რეალ სოსიედადის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანსფერი ამ ფეხბურთელის გაყიდვა გახდა. ამ ფეხბურთელში პრემიერლიგურმა გუნდმა 70 მილიონი გადაიხადა და ალბათ ეს გადაწყვეტილება არც ერთი წამით უნანია. დაასახელეთ კლუბი და ფეხბურთელი. პასუხი? ილია? ისაკი ნიუკასლმა იყიდა თუ არ ვცდები. ნამდვილად, სწორია. ისაკის ტრანსფერი არის ეს ტრანსფერი. +20 ქულა ილიას. ვალერი. ისე ესპანეთში ფულის ხარჯვა უყვართ 30. ესპანეთში დავრჩეთ და დავახარჯინოთ ფული ამ ხალხს. გაისკა მენდიეტას ლაციოში გადასვლა დღემდე ვალენსიას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. თქვენ კი უნდა მითხრათ გუნდის ისტორიაში მეორე უძვირფასეს გარიგებაში მონაწილე ფეხბურთელი, რომელმაც გუნდი 2016 წელს დატოვა და მანჩესტერ სიტის მიაშურა. წამით? კი.
როდრი არ ვიცი. არ არის სწორი, სანამ უპასუხებ, გიორგი, ანუ იცოდეთ რომ როცა თქვენ ირჩევთ, მაშინ არ დააჭიროთ. კი, ვიცი, მე ავჭერ. გიორგი. დავიცილ. დავიცილო, არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო, ეს იყო ნიკოლას ოტამენდი. კი. ოტამენდის ტრანსფერი ახლა მივხვდი. ინგლისური ფუნტი იყოს 20-იანი. ინგლისური ფუნტი 20. 1991 წელს ეს ფეხბურთელი ასტონ ვილადან ბარიში იმ დროს პრემიერ ლიგისთვის რეკორდულ თანხად 5.5 მილიონ ფუნტად გადავიდა. ნახევარმცველმა ბირმინგემის მსგავსად ბარიში ძალიან კარგი ერთი სეზონი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ის 90-იანი წლების ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. დიდ ტურნირებზე თამაშით იყო გამორჩეული. ერთ-ერთი საუკეთესო იმ ინგლისში რა. არ ვიცი, დევიდ პლატი იყოს. დევიდ პლატი სწორია, +20 გოლა. დევიდ პლატია ნამდვილად. გიორგი? მოდი, იყოს გერმანული ფინანსების თავისებურებანი 20. გერმანული ფინანსები. ბაიერნის გამოკლებით 50 მილიონი ევრო უდიდესი თანხაა, რომელიც გერმანულ კლუბებს ერთ ტრანსფერზე ოდესმე დაუხარჯავთ. PSV-სა და PSG-ს ყოფილი ფეხბურთელი 21 წლისაა და ევრო 2024-ის ნახევარფინალში გოლის გატანა მოახერხა. ანუ ბაიერნის მიღმა ყველაზე დიდი ტრანსფერი, ყველაზე დიდი თანხა ამ ფეხბურთელში დაიხარჯა რა. ბუნდესლიგის ისტორიაში. ხავის სიმონს. სწორია, +20 გოლა. ხავის სიმონსია. ესპანეთი ამოვწუროთ. ესპანეთი ამოვწუროთ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ესპანური ფეხბურთის ისტორიაში სამ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერში არა რეალი, არამედ ბარსელონა მონაწილეობდა. ჩამოთვალეთ ეს სამივე ტრანსფერი, თუ გეტყვით, რომ ორ შემთხვევაში კატალონიურმა გუნდმა იყიდა, ერთ შემთხვევაში კი PSG-ში გაყიდა ფეხბურთელი. ანუ სამივე ფეხბურთელი კი ბატონო, ნეიმარი, კი ბატონო, კოუტინიო კი ბატონო. და დემბელი. +20 გოლა. იტალია იყოს 20-იანი. იტალია ლირას დროს. 1997 წელს, როდესაც ბორდოდან მილანმა ეს 23 წლის ფეხბურთელი იყიდა, ეგონათ რომ მომავალი სუპერვარსკვლავი დაიმატეს. ფრანგმა ფეხბურთელმა 6 წელი გაატარა მილანში, პერუჯასა და მარსელში იყო განათხოვებული და ჯამში როსონეროს შემადგენლობაში 56 შეხვედრა ჩაატარა. ნუ როცა იყიდეს დიდი იმედი ჰქონდათ, მაგრამ აბა რა გითხრათ. აგერ თქვენს აღარ გახსოვთ. ფლამინი, მაგრამ ნუ არ ვიცი რა. ამ კითხვაზე პასუხს არ გეტყვით, მაყურებელს დაუტოვებ, მათ გამოიცნონ. გერმანული ტრანსფერები 30. გერმანული 30, მეგობრებო. ეს ფეხბურთელი ბაიერ ლევერკუზენის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. 2019-20 წლების სეზონში მასში 32 მილიონი ევრო გადაიხადეს და ნახევარდაცვის ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო. 4 არაფრით გამორჩეული სეზონის შემდეგ თურქეთს მიაშურა და გალათასარაის ფეხბურთელად იქცა. ანუ დღემდე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია ეს ფეხბურთელი. კლუბის ისტორიაში. დრო? ილია? კერემ დემირბაი. +30 გოლა. კერემ დემირბაია ნამდვილად ეს ფეხბურთელი. ახლავენ. იტალია ლირას დროს 30 იყოს. საფრანგეთი არ მოგწონთ რაღაც ვატყობ. მაინც მოგიწევთ თამაში და ყველა გავურვიხართ. იტალია. ეს ფეხბურთელი ლაციოს ისტორიაში მეხუთე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. ამ წელს ორგანიზმში სტეროიდები აღმოუჩინეს და ინგლისიდან იტალიაში გადასულს 5-თვიანი დისკვალიფიკაცია გაჰყვა. რომაულ გუნდში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და შემდეგ მილანს მიაშურა. ინგლისიდან გადასულს. აუცი. მეგობრებო, ეს ფეხბურთელი არის იაპსტამი. რომელიც ლაციოში იყო, მე მილანში წავიდა. ილია. ინგლისური ფუნტი იყოს 30-ია. ინგლისური 30. გავისკოთ. ეს ფეხბურთელი ლიცის უდიდეს თავისტკივილად და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტრანსფერად იქცა. არადა ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ის ლაიფციგმა გაანათხოვრა.
ფორვარდმა ლიდში სულ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გუნდის აღზევების შემდეგ გერმანელებმა ლიდსისგან სრული თანხა მოითხოვეს. ანუ ამბავი ის იყო, რომ თუ აღზევდებოდა კონტრაქტში რაღაც უცნაური რაღაც ედო, რომ მერე უნდა მთელი გამოსასყიდი გადაეხადა და ამას მოყვა მთელი სასამართლო დავა ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით. ლიდს აღარ უნდოდა, ხოლო სანაცვლოდ გერმანულ კლუბს ფული უნდოდა. ლაიფციგს. ეს თუ არიცით, გახსენება ძალიან. ანდრეს სილვა იყოს, მაგრამ არა. ჟან კევინ ოგასტინი იყო ეს ფეხბურთელი მეგობრებო. გიორგი? გერმანია 10-იანი. ეს ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში უდიდესი ტრანსფერია. როდესაც 135 მილიონი სანაცვლოდ ესპანეთში მიდიოდა, იქ მასზე უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, მოლოდინი ვერ გაამართლა. სამაგიეროდ ლიგა 1-ში იქცა ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად. დემბელე. ნამდვილად, უსმენ დემბელე. მატიკულო. ვალერი? იყოს ეს საფრანგეთი 30. აი, საფრანგეთის დროც მოვიდა. იქნებ რა ხდება, მეგობრებო. ეს ერთადერთი ფრანგული კლუბია, რომელმაც ამ საუკუნეში ფეხბურთელების ყიდვა გაყიდვით 500 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა. გეტყვით, რომ მათი ყველა ზვირადღირებული შენაძენი 2020-21 წლებში გენტიდან დამატებული ფორვარდი გახლავთ. კლუბი უნდა დამისახელოთ. კი, ერთ წამით გენტიდან ჯონათან დევიდი გადმოვიდა, მე მგონი ლილი. ლევს 30 კულა. ლილი. ყველაზე კარგად ლილი ვაჭრობს ფეხბურთელებით ამ საუკუნეში. ინგლისი ამოვწუროთ. ინგლისი ამოვწუროთ. ამ კაცმა მოახერხა და საუთჰემპტონის ფლობელები დაარწმუნა ჟორჟ ვეას ბიძაშვილი ვარო, რომელსაც PSG-ში უთამაშიაო. 1996 წელს ლიცის წინააღმდეგ 53 წუთი ითამაშა და გრემ სუნესი მაშინ დაარწმუნდა, რომ საქმე აფერასთან ჰქონდა. მისი სახელი და გვარი ფაქტობრივად ლეგენდარული მუსლიმი მოთამაშის ანალოგია. მის სახელი და გვარის ანალოგია. არ მოხვის. ლეგენდარული მუსლიმი მოთამაშე. მე მეგონა, იცოდ, როგორც ჩანს ათქულიანი არ ყოფილა შეკითხვა. ათქული ვერ გავიხსენეთ. ალი დია არის. ალი დია. არის, მეგონა რომ ძალიან ცნობილი ფაქტი იყო ეს. ეს სახელი ვერ გავიხსენეთ, თორე წაკითხული მქონდა, მაგალითია. გიორგი? საფრანგეთის ეკონომიკა 20. ეს აფრიკელი შემტევი საფრანგეთიდან პრემიერ ლიგაში განხორციელებული უდიდესი ტრანსფერია. 2019 წელს ლონდონში 80 მილიონი ევრო სანაცვლოდ გადავიდა. იქ 4 წელი კარიერა ვერ ააწყო და დღეს ესპანეთში თამაშობს. ნიკოლას პეპე. ლეოს 20 კულა. ხედავთ რა გაიყოფილა საფრანგეთი? კი. მით უმეტეს ქართველებს ახლა საფრანგეთი უნდა გვიყვარდეს ყველაზე მეტ. მე მაინც იტალიას ავირჩევ ახლა. კი ბატონო, იტალია 10. ბრაზილიული ფეხბურთის ლეგენდა ერთდროს სერიას უდიდესი ტრანსფერი გახდა. 1993 წელს უდინეზემ ფლამენგოს 3 მილიონი გადაუხადა. ჯარიმების დიდოსტატს ახალ გუნდთან პირველ სეზონში 1 გოლი დააკლდა ბომბარდირობამდე. სოკრატესი, არ ვიცი რა. არა, ილია? არტურ ანტონიოშ კოინბრა. ზიკო. უდინეზეში სხვა ბრაზილიას ვერც ვიხსენებ 80-იან წლებში და პლუს 10 გოლა არის ნამდვილად. საფრანგეთი დაგვრჩა, ბოლო კითხვაც და ეს არის შემდეგი. ეს ფეხბურთელი PSG-ს ისტორიაში მეოთხე ყველაზე ზვირადღირებული შენაძენია. ფრანგულმა კლუბმა მარცხენა ფლანგელში 70 მილიონი ევრო გადაიხადა. ამასთან ერთად ეს ტრანსფერი ამ ფეხბურთელის ქვეყნის ისტორიაშიც უდიდესი საფეხბურთო გარიგებაა. ხვიჩა კვარცხელი. ნამდვილად, პლუს 10 გოლა. მეორე რაუნდის შემდეგ 90 გოლა ილია, 90 გოლა გიორგი, 70 ვალერი, ამით სრულდება ჰეინეკენის მეორე რაუნდი ტაქტიკოსი და ვიწყებთ მესამე რაუნდს კონტრიერში. ამ რაუნდში მეგობრებო, თქვენ წინაშე 10 შეკითხვა გამოჩნდება რიგრიგობით, რა თქმა უნდა. დასწრებაზე თამაშობთ. ერთი ადამიანი თუ არასწორად უპასუხებს, მე შეგიძლიათ მაინც დააჭიროთ, მოკლედ 3 ადამიანი თეორიულად შეიძლება გამინუსდეთ, გაპლუსება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია. არასწორი პასუხი არის -10 კულა, სწორი პასუხი არის +20 კულა. დღევანდელი მესამე რაუნდის თემა არის აზიური ტური. ანუ აზიურ ფეხბურთთან იქნება დაკავშირებული. პირველი. ეს აზიური ნაკრები პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გიორგი? კორეა. სამხრეთ კორეა. სამხრეთ კორეა, სწორია. +20.
უდაბნოს ქარიშხალი კატარში. ასე დაასათაურა ამ ნაკრების ისტორიული და სენსაციური გამარჯვება გამოცემა National-მა. საუდის არაბეთი. რო დააჭერ ხოლმე დამელოდე სანამ არ გეტყვი. სწორია ესე საუდის არაბეთი. ლიუსოცი. ეს აზიური ქვეყანა საფეხბურთო რუკაზე არა ფეხბურთის თამაში, არამედ მსოფლიო ჩემპიონატის ბურთების დამზადებით არის ცნობილი. 2014, 18 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატის ბურთების დამზადება სწორედ ამ ქვეყანაში მოხდა. პაკისტანში იქნება როგორც მოხდა. ნამდვილად. ლეოსოცი კულა. პაკისტანში ხდება ეს ყველაფერი. ბუტანის ნაკრები 1982 წელს შეიქმნა, თუმცა მხოლოდ 2002 წლის 30 ივნისს მოახერხა პირველი მატჩის მოგება, როცა ამხანაგურ მატჩში 4-0 დაამარცხა მონსერატი. გვითხრით რა დაარქვეს ამ მატჩს ბუტანში? სახელი უწოდეს და ამ დღეს მეგობრებო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო და სხვა ფინალი, მეორე ფინალი, ასე უწოდეს. 2007 წლის ოქროს ბურთის ნომინანტთა სია მთლიანად იმდროინდელი საფეხბურთო ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი. გამონაკლისი იყო 29 ადგილზე გასული იუნის მაჰმუდი. გვითხრით მისი ეროვნება. აი, გავრისკავ ერაყი. რატო ერაყი? იმიტომ რომ მახსოვს რომ ესა აზიის თასი მოიგეს მერწელს. ბრავო, სწორია, ნამდვილად. ზუსტად ეგ არის მიზეზი. ბრავო. მეექვსე. 1966 წელს ამ აზიურმა ნაკრებმა იტალიამ მსოფლიო ჩრდილოეთ კორეა. სწორია. მანამ სანამ არაბეთის ნახევარკუნძულზე ფეხბურთით დაინტერესდებოდნენ, აზიის მსუყეთ ხარჯველთა ღერძი ჩინეთის მხარეს იყო გადახრილი. დაგვისახელეთ კლუბი, რომელმაც 2016-17 წლების სეზონში ოსკარი იყიდა შანხაი სიპგ. ლეოსოციკულა. 1938 წელს ნიდერლანდების აღმოსავლეთ ინდოეთი გახდა პირველი აზიური ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. ერთი მატჩი ითამაშა და 6-0 განადგურდა უნგრეთთან. მას შემდეგ ამ ქვეყნის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. გითხარით, რა ქვია დღეს ამ ნაკრებს? ინდონეზია. ლეოსოციკულა. პლატინის 20 წუთის ქუვეითი. ბრავო, ლეოსოციკულა. ბრავო. ამ ნაკრებმა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, თუმცა მუნდიალზე თამაშზე უარი თქვა. მიზეზი, მათ სურდათ ფეხშიშველებს ეთამაშათ. ინდოეთი არის. ლეოსოციკულა, მეგობრებო, ამით დასრულდა ეს რაუნდი. 210 კულა ილიას, 110 კულა ვალერის და გიორგის და ვიწყებთ მეოთხე გადამწყვეტ რაუნდს ბოლო თავი. ბრავო მეგობრებო, წინა რაუნდში 10 კითხვიდან 9-ზე სწორად უპასუხე და ის ერთიც ძალიან რთული შეკითხვა იყო და ფაქტად თუ არ იცოდით ალბათ ლოგიკურად არავის არ უნდა რომ -10 კულა აიღოს ეგეთ შეკითხვაზე. მეოთხე რაუნდი, სადაც 500 კულა თამაშდება, როგორც პლუს ასე მინუს, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. როგორც ყოველთვის, ყველა სწორი პასუხი არის ფეხბურთელი, ან ყოფილი, ან მოქმედი. დიდად მნიშვნელობა მაგას არ აქვს. იქნება 5 მინიშნება. პირველ მინიშნებაზე სწორი პასუხი +50, არასწორი -10, მეორეზე +40, -20 და ასე შემდეგ. მე მგონი იცით წესები და დავიწყოთ. პირველი ფეხბურთელი, პირველი მინიშნება. კაცი, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში ესროლეს, რათა სხვა კლუბში არ წასულიყო. მართლა მოხდა ესეთი ფაქტი. სხვა კლუბში უნდა გადასვლა და როგორც ამბობენ, ამის გამო ესროლესო. სხვა კლუბი ევროპაშია. მეორე, კაცი, რომელმაც 2000 წელს უმძიმესი ტრავმა მიიღო და სრული რეაბილიტაცია ვეღარ მოახერხა. ძალიან კარგ ფორმაში იყო მაგ პერიოდში და მას შემდეგ კი განაახლა ფეხბურთის თამაში, მაგრამ ის აღარ იყო, რითაც მას იცნობდნენ. მესამე, კაცი, რომლის საპატივცემულოდაც ერთმა ინგლისურმა ბენდმა სახელი დაირქვა. მეოთხე მინიშნება. ლიცის ბოლო ოქროს პერიოდის კაპიტანი. ლუკას რადები.
სწორია, ლუკას რადებია Kaizer Chiefs-ში თამაშობდა სამხრეთ აფრიკაში და Ben Kaizer Chiefs, ამიტომ ქვია ეს სახელი, ლიცის ფანები არიან და ლუკას რადებე უყვარდათ. ეხარც უყვართ. და სამხრეთ აფრიკაში როცა Kaizer Chiefs-დან გადასვლას აპირებდა, Kaizer Chiefs-ის ერთ-ერთმა კომაგმა ესროლა და შემთხვევით გადარჩა სიკვდილს. ესეთებიც ხდება სამხრეთ აფრიკაში. მარტო აპარტეიდით გამორჩეული არ იყო ეს ქვეყანა. მეორე. ნესტას წინააღმდეგ ფინალში გაბრწყინება და უკვდავი ზედმეტსახელის დაბადება. აბა? იყოს რონალდო კიჭა ფენომენი. აბსოლუტურად სწორია, კიჭა ფენომენი შეერქვა UEFA-ს თასის ფინალის შემდეგ, როდესაც ყველას ეგონა რომ ნესტა ამოკეტავდა, ესე მიიჩნევდნენ ექსპერტები და საბოლოოდ რაც მოხდა, ყველას გაგაოცებთ. +50 ქულა, ოჩახ. მესამე შეკითხვა. 70-იანი წლების დებურების გამორჩეული ძმა. დებურები ბჭყალებში, ანუ იმ დროსაც ვიღაცაები ტოპები იყვნენ. მეორე, ტყუპ ძმასთან ერთად 1974 წლის მსოფლიოს ფინალი. მესამე, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად 2 ვერცხლი მსოფლიოზე. მეოთხე, კაცი, რომლის პატივსაცემადაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელს სახელი დაარქვეს. კლაუსალოფსი. -40 ქულა. ჩვენი ნაკრების მწვრთნელი? ტოპ მიუნერის. არა, დღევანდელი ნაკრების ეხა არის. მეხუთე. PSV-ს ლეგენდარული ნახევარმცველი. მეგობრებო, ვილი სანიოლს ვილი იმიტომ ქვია, რომ ვილი ვანდერკერჰოფის ფანები იყვნენ. მამამისი იყო ფანი და ამიტომ ქვია ვილის ვილი. და მისი ძმა, ტყუპი ძმა, ასევე ჰოლანდიის ნაკრებში თამაშობდა. ერთად აქვთ 74-ში ვერცხლი მოგებული. დებურებზე ალუზიაც სწორედ ამიტომ იყო. მეოთხე. ამ სახელის და გვარის კალათბურთელი 2003 წლიდან NBA-ში თამაშობდა. დღეს აღარ თამაშობს, ძალიან მეორე ხარისხოვანი მოთამაშე იყო, უბრალოდ სახელი და გვარი ზუსტად ერთი და იგივეა. ბოსტონში აქვს მაგალითად ზუსტად არ მახსოვს 1 ან 2 სეზონი გატარებული და დღეს აღარ არის და ამერიკული სახელი და გვარი არაა, მაგასაც გეტყვით. მეორე, სერბი მშობლების ოჯახში დაბადებული გერმანელი. მესამე, ამ გვარით ადამიანმა ტომ ასპინალთან ქამრისთვის ბრძოლა წააგო. მეოთხე, 2024 წელს გერმანიის ნაკრებში სადებიუტო გოლი უნგრეთის წინააღმდეგ. და ბოლოს, ბაიერნის ნახევარდაცვის მომავალი. პავლოვიჩი. ალექსანდრ პავლოვიჩია, ნამდვილად, +10. მეხუთე. ლოკომოტივში დაწყება და 34 წლის ასაკში გერმანიაში დასრულება. კარიერაზე რა თქმა უნდა საუბარი. მეორე მინიშნება. უშენოდ მოსაწყენია. ლევან ყენია. ნამდვილად, ლევან ყენია, +40 ქულა. თუ თამაშობდა ბოლო პერიოდამდე. ხუთი შეკითხვის შემდეგ, მეგობრებო, 180 ქულა გიორგი, 170 ქულა ილია, 160 ქულა ვალერი, წინ კიდე გვაქვს 250 ქულა და ხვდებით. ისედაც ძალიან ახლოს ხართ ქულებით ერთმანეთთან და რა დაძაბულობას ველი თქვენგან. მეექვსე შეკითხვა. პირველი მინიშნება. 2021-22 წლების ლა ლიგის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის ჯილდო. ეგეთი ჯილდო ქონიათ. მეორე. YouTube-დან ზამორას ჯილდომდე გზა. გზა YouTube-დან ზამორას ჯილდომდე, ესე შეგვიძლია ავიღოთ. ბონო. ნამდვილად, იასინ ბონო. იასინ ბონო +40 ქულა. მეც ახლა გავიგე რომ ის ბონო ყოფილა ეს ფეხბურთელი. მეშვიდე.
შეკითხვა, პირველი მინიშნება. Euro 2016-ზე 3 გოლი და 2 ასისტი. მაგრამ ყველას მაინც სხვისი დამტვრევით დაამახსოვრდა. აი. Браво. ლეოს 50 ქულა. მერვე შეკითხვა. უნგრული წარმოშობის სტოკჰოლმელის გვარს როგორ წაიკითხავ თქვენზეა? გიუკერეში. Браво. ლეოს 50 ქულა. გიუკერესიც შეიძლება და გიუკერეშიც, მაგრამ უნგრული ფესვები რადგანაც გიუკერეში ვიძახი მე. გიუკერეში შეიძლება. დაგვრჩა ორი შეკითხვა მეგობრებო, 270 ქულა აქვს ილიას, 220 ქულა აქვს გიორგის და ვალერის აქვს 160 ქულა. მეცხრე შეკითხვა, პირველი მინიშნება. ჯერ 100 ქულა არის წინ პოტენციური. ჟერარ ულიემ ამ კაცს ნაკრების მკვლელი უწოდა და გუნდიდან გააგდო. მეორე 1993 წელს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არის უნდა გავრისკო და დავიჯინო რა. პლუს 40 ქულა. დავიჯინო. შინდოლა გააგდო ულიემ თავის დროზე ნაკრებიდან. აი მე მქონდა იგვირსია. და მეგობრებო, ბოლო შეკითხვის წინ სამწუხაროდ ვალერი შენ აღარ გაქვს გამარჯვების შანსი, თუმცა შეგიძლია რომ საქმე გაუფუჭო ხალხს გიორგის მე თუ გამიფუჭო. გიორგი და ილია შორის კი 10 ქულაა სხვაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ქულიანის რო აიღო, ბოლო მინიშნებას რო აიღო, დამატებით შეკითხვას დავსვავ თუ არა და ნებისმიერი სხვა უფრო მაღალი ნომინალის მინიშნებით რო აიღო, იგებ თამაშს. აბა ვნახოთ. პირველი მინიშნება. ისაც კაკაა და არც ვილიამი. ვილიამი? ვილიამი. კი ბატონო. მეორე. მადლობა მას, რომ რონალდინიოს იმ დარტყმაზე ვერ დაუფარა. მიხდით ხო რა დარტყმაზე მაქვს საუბარი, რონალდინიო გაჩერებულ ბურთს რო უტყავს. ჩელსის წინააღმდეგ. მესამე. კაცი რომელიც ჟოზესთან სამ კლუბში იყო. ვილიანი უნდა იყოს წესით, თუ არა. პასუხი რა არის? ვილიანი? არა რატო? კაკას ქვია რიკარდო. რიკარდო ვილიანი კარვალიო. კარვალიო. რაც იმას ნიშნავს, რომ ილიამ გაიმარჯვა მეგობრებო. ანუ პირველი მინიშნება იყო რიკარდო კაკა და სახელით უნდა გასულიყავით, მე ვერ დაუფარა მართლა რონალდინიოს და ჟოზე სამ კლუბში ყავდა. პორტოში ყავდა, ჩელსიში ყავდა და რეალში ყავდა. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგარი თამაში იყო და მინდა რომ რიგრიგობით გამიზიაროთ ემოციები, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ. დავიწყო? დაიწყე. პირველ რიგში ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მოხდი საერთოდ და მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს და იმედი ხო ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვიგე. თანაც მithumetes ძლიერად კონკურენტებთან და ძალიან მოეწონა ყველა თამაში, ყველა რაუნდი ამ თამაშის და ის მე მაინც უკმაყოფილო დავჭი, იმიტომ ის მივხვდი რომ კაუსალოფსზე რომ დავაჭირე შეცდობით. ანუ არ უნდა დავაჭირო მეთქი თქვი, მაგრამ ანუ ქართული საქართველოს წვრთნელის გამო დავაჭირე კაუს ტოპ-პიონერის სეხნია რო იყო მაგიტო. და თავი სხვა მხრივ ალბათ უკმაყოფილო მაგის შეთავაზეთ. მადლობა, გიორგი. პირველ რიგში მართლა დიდი მადლობა აქვს მოწვევისთვის და ძალიან სასიამოვნო იყო თამაში, საკმაოდ საინტერესო თამაში იყო, ძლიერი კონკურენტები და ვარა ბოლო ჩემი გაუგებარი შეცდომა შეიძლება და უკეთეს შედეგითაც დამთავრებულიყო, თუმცა მიულოცავ ილიას და წარმატებებს უსურვებ შემდეგ ტურში. ვალერი. პირველ რიგში ილიას მიულოცავ, მოგებას. შემდეგ მადლობა თქვენ ამ გადაცემისთვის, საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა და მე მგონი დაძაბულიც იყოს, ემოციურიც, აზარტულიც. მადლობა და მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა მეგობრებო მონაწილეობისთვის. ილია, ჩვენ კი შევხვდებით ნახევარფინალში.